თურქები ერთობლივად გამოიყენებენ საქართველოს ჟენევის მაგალითს იმეორებს თურქები ტრაპიზონის ნაცვლად ბათუმში ჩამოვლენ და მათთვის სასურველი მიმართულებით აჭარიდან გაფრინდებიან. ბათუმის რეკონსტრუირებულ აეროპორტს 200,000-ის ნაცვლად 2 მილიონი მგზავრი ეყოლება. ბილეთი საერთაშორისო სტანდარტების ნახევარ ფასად გაიყიდება. დათმო თუ არა საქართველოს მთავრობამ ტერიტორია რატომ უწოდებს ნათელაშვილი სააკაშვილს ათათურქის დაომალოც. რა სარგებლობას მოიტანს ერთი აეროპორტის ორ სახელმწიფოებრივი სარგებლობა ამის შესახებ ქრონიკაში 20 საათზე. პრეზიდენტმა სააკაშვილმა როგორც ათათურქის და ლენინის ღირსეულმა მემკვიდრემ ჩაიდინა სახელმწიფო ღალატის საშინელი აქტი კონკრეტული ხელშეკრულებით რამდენიმე დღის წინ მან თურქეთს გადასცა ბათუმის აეროპორტი, ანუ გაასხვისა ქვეყნის ტერიტორია. ჩვენ კი არ დავთმეთ რამე, ჩვენ მოვიგეთ დაახლოებით 200 კილომეტრის რადიუსის მოსახლეობა. ანუ ჩვენ ეს მოსახლეობა, რომელიც ეს არის ყარსი, არდაღანი, ართვინის პროვინციები, ეს მოსახლეობა, რომელიც დღეს ტრაბზონში, ზოგს ანკარაში უწევდა ჩასვლა, რომ იქიდან გაბრენილიყო და ამდიდრებდა თქვა ტრაბზონის კომერციას და რესტორნებს, ბარებს, სასტუმროებს. იმის მაგერად რომ ჩავდნენ ტრაბზონში, ჩამოვიდნენ ბათუმში, რომ ისარგებლონ ბათუმის აეროპორტით.